მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვწყებთ კონსერვატორიას. კიდევ ერთი მაგარი ამბავი მოხდა. ჩვენი თვითყოფადობის სიძლიერის სუვერენიტეტის გაღრმავების გზაზე ჩვენ პასეს უთხარი დავაი დასვიდანია დროებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქაც შეიცვლება ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ და დაწმინდაზე ასვლა ურჩიეთ თავიანთი ახალი რეზოლუციანა. ის რეზოლუცია რაც იყო მაგას განვიხილავთ ჩვენ, მაგრამ სოფლიოში ხდება ძალიან საინტერესო ამბები, უბრალოდ რუბიოს სიტყვა, ხო, რაც თქვა მან მეგანკელისთან ინტერვიუში იმას ციტირებ. ჩვენ ვთვლით, რომ რასპუტინმა ჩაიდენა საშინელებაა, მაგრამ არაკეთილმცემლობა იყო, რომ წინა ადმინისტრაციამ როგორღაც დაარწმუნა ხალხი, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მთლიანად გაანადგურებდა მას და უკან დაახევინებდა. ისე რომ სოფლიო ისე 2012 ან 2014 წლის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. შედეგად ამერიკა აფინანსებდა ჩიხს გაჭიანურებულ კონფლიქტს და შესაძლოა ჩიხზე უარესად უკრაინის ეტაპობრივ განადგურებას და ტერიტორიების დაკარგვას. უკრაინა 100 წლით უკან ბრუნდება. მათი ენერგეტიკა განადგურდება, იმდენმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რომ საშინელება მიაჩნია პრეზიდენტის პოზიცია, რომ ეს გაჭიანურებული კონფლიქტია, რომელიც უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს მოლაპარაკებებით. ნებისმიერ მოლაპარაკებაში ორივე მხარეს მოუწევს დათმობა. კი ბატონო. ხო, მოკლედ ამ წელს შეიძლება ეს ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტის განვიხილოთ, მაგრამ მე რა მინდა ვთქვა, რომ ეს რომ დაეწერა ნებისმიერ ქართული ოცნების დეპუტატს ან ლიდერს, ხო? ეს იქნებოდა ანათემაზე გადაცემის მიზეზი და დაახლოებით იგივეს ამბობ ჯო ვილსონის ტვიტის საბაბი, ბატონო. 1000 გააკეთებია. ხო, ჯო ვილსონი იქით იყოს, მაგრამ რა ჭკვიანურად მოიქცა ჩვენი ხელისუფლება, რა ბრძნულად მოიქცა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების ახალგაზრდა ლიდერები და როგორ წყალობს ბედი. მაგრამ მათ ბედი კი არ წყალობს, მართლები ვართ და როცა მართალი ხარ, ბედიც და ღმერთიც წყალობს. მოდი ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სამყარო უკვე გარდაუვალად შეიცვალა და ესეთი ტემპის სიგიჟეების, ლიბერალებისთვის სიგიჟეების და ჩვენთვის მალამოთ რო გვეცხება ისეთი ფაქტების, რაც ეხლა ხდება მსოფლიოში. პრეზიდენტ ტრამპის რამდენი დღე გავიდა, 20 დღეც არ არის გასული, ხო? ერთი ინაუგურაციის მერე, ხო? 11 დღე, ხო? ხო და აი ესეთი საპიტემის ლუბებისა მე საერთოდ არასდროს არსად ნანახი არ მაქვს და ყოველ დღე არის რაღაცა შაქარი ჩვენი პირისთვის და რაღაცა სასიამოვნო ბგერები ჩვენი ყურებისთვის. მოდი დავიწყოთ განხილვა აქაური ამბებიდან გამომდინარე, მაინც ეს პასეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია და იმ ტყუილი სიხარულის აღწერაც დავიწყოთ, რაც ამ ლიბერდებილებს ეუფლებათ. პირველში დავიწყოთ იმით, რომ მოდი ვნახოთ რა, რომ თუ გახსოვს რა, როდესაც ქართულმა მოცნებმა განაცხადა მაშინ რომ ის ვთქვათ დროებით სანამ ევროპა ჩამოყალიბებოდა წვეთ და რაღაცა იმის მოთხოვნას შესვლაზე რომ გამოვარდა მაშინ და თუ გახსოვთ ოდესღაც ამ სიგიჟის რაც ახლა ხდება ყოველდღიური აქციების საფუძველი იყო ის მართლა არავის არ ახსოვს მაგრამ მაშინ ქართულ ოცნებას უსაყვედურეს რომ აი რატო არ მოიცადეთ ჯერ ბარემ გაკეთებული იყო რაღაც განცხადებები და მე თუ რამე გამოხდოდეთ და ეხლა მოხდა ის რასაც ქართულმა ოცნებამ ჩავიდა იქ დაელაპარაკა და ჩვენ დავარწმუნდით რომ იქ არაადეკვატურები არიან რა მოდი ვთქვათ რა ძალიან მარტივად ამბობ რა ოდესაც ჩვენ ნებისმიერი ადამიანი გვეუბნება ელექტრონულად ჩატარებულ არჩევნებზე ამერიკელების მეშვეობით რომელშიც ვერავინ ვერ დაადასტურა გაყალბების ვერცერთი ფაქტი რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული და იმიტომ რომ ვიღაცას უნდა რომ სხვა არჩევნები ჩატარდეს ოღონდ სხვა შედეგით ხო ვიცით რომ აქ არ არის პრობლემა რა თქმა უნდა ხო აქ არის რომ ჩავატაროთ არჩევნები რომელსაც მოიგებს ოპოზიცია მანამდე ჩავატაროთ იმდენ თქვენ წააგებთ შესაბამისად ნებისმიერ ვინც ამას გვეუბნება არის ჩვენი მინიმუმ არაკეთილის მსურველი ჩემი აზრით მტერი მაგრამ დებილიც რა თქმა უნდა და აქ არის კიდევ მეორე მომენტი რა ხო მოდი ვთქვათ რა და ასევე ამის გაგრძელება როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რომ გაანთავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები აპატიეთ რა კარგით რა რაღაცა ხო არსებობს რაღაც აი ეთიკის მორალის რაღაცა მსგავსი აი საღიაზრის რაღაცები ხო არსებობენ და ვიღაცა ტიპები რომლებსაც უნდათ ქვეყნის დამხობა უნიჭოთ და რომლებსაც ერთთვიან ორთვიანი წინასწარი პატიმრობები მიუსაჯეს და ისიც ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ბოდიში რომ მოეხადათ და რომ ეღიარებიათ ხო გაერთიანებოდნენ რა თქმა უნდა
როგორც ვიცით ვიღაც არა, პირდაპირ აქ ნათქვამი ძალიან ბევრ მაღალჩინოს ძალიან ბევრს. რომ მონანიება არის ძალიან ეფექტური. შალვა. ოღონდ რაში მონანიება? იცი რა დოკუმენტურად თქმა უნდა შალვა. აი იგივე ბოდიში მზია, ქალბატონი მზია რო ავიღოთ, ხო? არავის არ უხარია ადამიანის ციხეში ყოფნა, ხო? მაგრამ შენ მით უმეტეს. მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს რომ უბრალოდ არ ამბობს რომ აღელდა შეცდომა დაუშვა და ემოციებმა მინიმუმ ამას არ ამბობს. სწორიქენი რეჟიმი აი ხა ეგრე არ გამბობს რა. მთელი ლოგიკა არის რომ დასარტყამი იყო. ხო, ანუ აი რაღაცა და ეხა რაღაცა სიგიჟე რო გამართეს. ქართველი კაცები სურათს ურწყავდნენ ხელს. ეს რა არის? აი ეს მართლა ვერ გავიგე. ანუ ეს ქართულ ტრადიციაშია. არ ჯდება რომ თუ დასარტყამია ვინმეზე მიდი და დაარტყე. მე არავის არ ვახარისებ და რაც მოუვათ გასაგებია, მაგრამ მოდის და სურათთან არის მაგარი და ურწყავს ხელს. ეს რა? კიდე მეორე არის ასეთ რაღაცა, რომ ანუ პოლიტიკურ ბრძოლაში ძალიან ჩვეულებრივი ამბავია წახვიდე ციხეში. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია რა. ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარი პოლიტიკური იდეებისთვის არაერთხელ ორჯერ და 10-ჯერ არიან ციხეში წასულები. და ეს არის ჩვეულებრივი ამბავია რა, რომ შენ აკეთებ რაღაცა პოლიტიკურ აქტს, რომ მიდიხარ პოლიციას არ ტყამ ხელს, იმიტომ რომ რეჟიმს სილა გააწნა. ოღონდ მე აღარ ტირი ხარ. ციხიდან გამომეშვითო. ანუ ეს არის განსხვავება. ანუ შენ აკეთებ პოლიტიკურ აქტს, ამ აქტს, ანუ ეს რო ასე იყოს, შეიძლება შენ სასჯელსაც იღებ. ანუ რატომ არის მაშინ სხვანაირად გეტყვი? ის აქტი ფასი რატო აქვს? იმიტომ რომ სასჯელს არ თქმა უნდა შალვა, იმიტომ რომ ანუ შენ მზად ხარ შენი თავისუფლება გაცვალო მაღალი იდეალისტი. კი ბატონო. ხო, მოდი ორ ნაწილად დავყო. პირველი, უბრალოდ მორალური იმებით რომ ვიმჯელოთ, ის ხალხი რომელიც ეხლა საუბრობს იმაზე რომ ეს იყო უბრალოდ რაღაცა სიმბოლური სილის გატანზე გულისხმობ, სიმბოლური აქტი, გვახსოვს ჩვენ ხმარ ამოუღიათ, როდესაც ნინო ლობჯარია, როდესაც იყო ესე იგი უფლებადამცველი, ერთ ბაკის პარკში რომ მივიდა ვიღაცამ შეაგინა, იყო ესეთი მომენტი და ის დაიჭირეს. და ის არ იყო ესე სიმბოლური და ეს იყო სიმბოლური, ხო? ანუ აქ საქმე რაშია? მე მართლა არავის ციხეში ყოფნა არ მინდა. რუსთავი ორის წამყვანები, მაშინდელი ნაცრუსთავი ორის წამყვანები, ოცნების ხელისუფლება იყო, რომ გამოვიდნენ და მე მგონი ძალადობა არც იყო და რომ დაიჭირეს ის ბიჭები და ციხეში რომ აყურყუტეს, ეს ხო მოეწონათ რა. პირიქით, ერთი საერთო იმით საუბრობდნენ, ყველა საუბრობდა, რომ დაიჭიროთ. უბრალოდ ერთი შეკითხვა მაქვს. აი მე რო გავარტყა პოლიციას დემონსტრატიულად პირდა. ის მეორე მხარეზე ვამბობ, არა სახელმწიფოზე ვამბობ. არ ის მეორე მხარე. ხო, ერთხმათ ისაუბრებს იმაზე, რომ დაიჭირეთ ნუკრი შოშიაშვილი. რა თქმა უნდა. ხო, ანუ აქ საუბარი რაზე იმაზე კი არ არის, რომ სიმბოლური უნდა იყოს თუ არა. აქ იმაზე ის რომ შერჩევითია ეგ რა. ძალიან შერჩევითია ეს და აღმოჩნდა რომ თურმე მარტო ერთ ხარეს აქვს უფლება. ჩვენ მე სიამოვნებაში ამის წინააღმდეგი ვარ. ფუნდამენტურად ამის წინააღმდეგი ვარ. როდესაც მოქალაქეების კატეგორიზაცია და ის ხდება, რა ვქვია, რაღაც ფეოდალური საზოგადოების შექმნა, სადაც ზოგიერთებს აქვს თურმე უფლება და ეს სიმბოლური აქტი და ვიღაცა ვინც არ იყო ის სასიამოვნო აქტი, მართლა რომ შეაგინა ქალს, არ იყო სასიამოვნო აქტი, მაგრამ თუ იმას იჭერენ, ხო, იმ ადამიანს, ხო? მოდი რა, მაშინ რაღაც საერთო წესი იყოს, კანონის უზენაესობას, რადგან ესე იგი, ესე უჭერთ ხართ, რაღაცნაირად მან არის როგორი კოლიზია, იცი რომ შენ არ ახარ კანონი, შენ ხარ უზურპატორი, ესე ამბობენ. არჩევნების გამყალბებელი რუსი და შენზე კანონი არ უნდა ვრცელდებოდეს. ანუ უნდა დაგამხო. მოდი, მაშინ ჩემი ლოგიკა იყო, შენ არ ახარ ესე იგი სამოქალაქო მოძრაობის წევრი, შენ ხარ გარედან დაფინანსებული აგენტი. მე კაია კალასი მიჭერს. ეს ლოგიკა რატომ? შენ არ გიჭერს. ეგ ლოგიკა არ არის, არის ფაქტი. კაია კალასი მიჭერს ხარს და შენ მინ გიჭერს. აი ეგ არის. მე მოდის ეს. ეხლა შენ ვიგიჭერს ხარზე მინდა გადავიდე მეორე საკითხზე. და საერთოდ ყველაზე მაგარი რაც არის სიგიჟე რუსეთის სულს ღაფავს. მარკო რუბიო გამოდი და იძახის რომ დაერხა უკრაინასო და ნუ ვიღაც ბესი ხარნაულის პოსტი შეხვდა რომ რუსეთის სულს ღაფავს. პოეტი, ლირიკოსი კი ბატონო. ერთი მე ერთ კარგი სანდა. კი ბატონო. აი მეორე ესე იგი აი პარალელურად ხდება უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენთან. და ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობის საკითხი. პირველ რიგში რომ ჩვენ ხა გეოგრაფიულად არა მარტო აღმოსავლეთი, ჩვენ აღმოსავლეთში გულისხმობთ ამ შემთხვევაში ჩინეთს, ხო? დღეს იყო აი ესე იგი დღეს გაიმართა ზუსტად ესე იგი საქართველოს ჩინეთის რეგიონალური თანამშრომლობის ასოციაციის პრეზენტაცია მოხდა დღეს.
და დაახლოებით მოლოდინი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში სურვილი გვაქვს ესეთი, რომ ჩინური საფინანსო სისტემები, საბანკო სისტემები თუ შემოლა, ეს იქნება ძალიან კაი ჩვენ ქვეყნის განვითარებით. ამის გარდა ჩვენ და სამხრეთით, ისაც აღმოსავლეთ, მაგრამ ჩვენ და სამხრეთით საუბარია საუდის არაბეთზე და არაბულ სამყაროზე. 6 მილიარდ ინვესტიციაზე არის საუბარი. მე შეკითხვა მაქვს, რატომ არ მოხერხდა ამ პერიოდის განმავლობაში 6 მილიარდი ინვესტიცია მოზიდვა დასავლეთიდან? 6 მილიარდი არა, 100 მილიონი. ხო, თუნდაც. NGO-ების გარდა. არა, მოზიდვა მოხდა ოღონდ სხვაგან. იცი რა არის? არა, ჩვენ ნახეთ USAID-ის ჩანაწერები 30 მილიონი რაში დაიხარჯა, კი ბატონო. ერთი ის არის ფაქტია, მე ყოველთვის მაგას ვამბობ რა, რომ საქართველოს თუ ვინმე რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მაგალითი შეუძლია იყოს, ეს არის ერთი ავსტრიის მაგალითი, რომელიც ნეიტრალურია, რომელმაც ინდივიდუალურად გააფორმა ყველა სავაჭრო ხელშეკრულება. დღესაც ის არის მშვიდობის ესე იგი ცენტრი, ყველა მეომარი ქვეყანა, დაპირისპირებული ქვეყანა ჩადის ავსტრიაში და იქ და რაც მოხდა ხა პოლიტიკურად კი იცი, შენ რომ კანცლერი ყავთ რუსეთუმეს ეძახიან, მე არ ვიცი ხა ვერ დავაბრალებ, მაგრამ ლიბერალები რუსეთუმეს რეალურად ცივი ომის დროს ქვეყანა საბაზრო ეკონომიკით ვითარდებოდა, იღებდა საბჭოთა კავშირისგან მთელ რიგ შეღავათებს და ბულგარეთის ფასით ყიდულობდა იმეებს, რა ქვია, ელექტროენერგიას. დასავლეთთანაც ვაჭრობდა დასავლურ სისტემასთან, საბჭოთა სისტემასთან ვაჭრობდა და შექმნა ძალიან კოხდა მოწესრიგებული სახელმწიფო. საბჭოთა კავშირი უყურებდა მაგ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვენის ოკუპირება მოხდა საბჭოთა ჯარების მიერ და გავიდნენ გვიან გავიდნენ და რაღაც შეთანხმებები დატოვეს, რომ იქ ნატო არ შევიდოდა და ასე შემდეგ. და ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან მარტივი რაღაცა და ამას ქვია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა უნდა ეხებოდეს ყველა მიმართულებას. ავიღოთ ის ფინეთის მოქმედებები ომის შემდეგ, ხო? საბჭოთა ფინეთ ომის შემდეგ. ჩვენ ხედავთ, რომ ერთი მხრივ ისინი ძალიან კარგად ვაჭრობდნენ საბჭოთა კავშირთან და პირიქით იღებდნენ ყველანაირ შეღავათებს. მეორე მხრივ ისინი აწარმოებდნენ საკუთარ ინვესტიციებს, დასავლური ინვესტიციები შემოდიოდა მათ ქვეყნებში, შექმნეს საუკეთესო სოციალური პოლიტიკა და ინდუსტრია, კაცო. ინდუსტრია, წარმოება ყველაფერი შექმნეს და დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე ცხოვრების დონით ევროპაშიც მათ შორის რა. ჩვენი რეალური ამოცანა არის ის, რომ პატარა ქვეყნების წარმატებული მაგალითები ავიღოთ. ეს წარმატებული მაგალითები ნიშნავს იმას, რომ გეოპოლიტიკა პროცესია. სადღაც ერთი მხარე იქნება ძლიერი, სადღაც მეორე მხარე იქნება ძლიერი და შენ უნდა მიხვდე, როდესაც შენი მოწინააღმდეგე დასუსტდება, მაშინ დაიწყო რაღაცა მოქმედებები, რაღაც მიმართულებით. თუ კი მეორე მხარე დასუსტდება, ეხლა ჩვენ ვხედავთ დასავლეთის, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების დასუსტების პროცესს, გარკვეულწილად პროცესს. და ის რომ ეხლა სუვერენიტეტი გაუძლიერეთ, ეს ამის შედეგია. ესა სტრატეგიული მოთმინებების შედეგი. და ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ რუსეთთან მიმართებაში რა შვებითო, ხო? ლეგიტიმური შეკითხვას დაისვებ. დამეჯერეთ, ჩვენ აქ კავკასიაში ვიქნებით კიდე დიდი ხანი. არცაც წასვლას არ ვაპირებთ. ისტორია იცვლება, ძალიან ცვალებადია ისტორია. დავაცადოთ, შეიცვლება ჩვენ სასარგებლოდ გეოპოლიტიკური რეალობა. შეიძლება შემზეა უკვე რა. შეიცვალოს ძალიან მალევე, იმიტომ რომ არის ამის იმპულსები. კავკასიის როგორც დერეფანის დღეს დაბლოკილია მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების გამო. მისი დეაქტივიზაცია უნდა ძალიან დიდ სახელმწიფოებს, როგორიც არის ჩინეთი, როგორიც არის ინდოეთი, როგორიც არის ის დიდი ეკონომიკები, რომლებიც თურქეთი, რუსეთი, ირანი. რუსეთს რა არ უნდა? რუსეთს რა არ უნდა რომ გაატაროს? მოდი პირდაპირ რა. იცი რა არ გვინდა? რაღაც ყალბი მორცხობა არ გვინდა. ჩვენ ეს სოფლიოში ის არის, რა ქვია, მიღებული სლოგანი, საქართველო უპირველეს ყოვლისა, არ გვინდა ჩვენ Make Georgia Great Again. საქართველო უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი გენიალური პოეტის სკარი, ხო? მოდი რა ჩვენ თავზე ვიზრუნოთ და ცალკე სად იქნება, როგორ იქნება და რანაირად, ეგ არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ მართლაც გავხდეთ ძალიან დიდარი ქვეყანა. ძალიან.
ეხლა აი ამ მომენტში გვაქვს და ვის უნდა უყუროთ თუ ჩემი ძმა ხარ აი ესე ვიტყოდი და ვიღაცებს უნდა კაია კალასებს და პასეში ესტონელებს და იმ საცოდა უკრაინელებს უნდა უყუროთ და უნდა ვწოდეთ შიშით რომ რა სიტყვია მაგათ დედაც ვატირე აი ეხლა გაბრაზდი ბოდიში ტელემაყურებელი რა მარტო ისეთი შანსი გვეძლევა უნიკალური ხალხო და აი ამ რაღაცა მაიმუნობით უნდა ჩვენ უკან დახევა და ჩვენში რაღაცა ფოთის შემოტანა. ხო ფაქტია რომ ესე არ ხდება, ხო საზოგადოება იცის ეს. როგორი მშვიდი და ხო შემშვიდი ხარ ხო? არა, ეხლა გავიაზრე უბრალოდ რა. რამხელა პერსპექტივები გვაქვს? ეს გამოკარგა. ეს გამო შეიძლება დავკარგო. კარგად და რამ ცდილობებია რომ ვიღაცა საწყალი, გაუბედურებელი, გასაჩანაკებული, პირდაპირ ამერიკელების მიერ ნახმარი და მიტოვებული. აი ესე ვიტყვი პირდაპირ. არ არის ეგრე, რასაც ესენი ამბობენ, ეგრე არ არის. იხმარეს და მიაგდეს, ხო? ეხლა რა იქნება, იქ არავინ არ იცის. ხო და ის იმ ქვეყნის ბოღმიანი ტიპები ნახულობენ დროს და საშუალებას და ძალას, რომ ჩვენ დაგვიპირისპირდნენ ჩვენ ქვეყანას. ხანდაშორის თეატროლოგიანმა ძალიან მაგრა თქვა, რომ პასუხიც არ გავეცითო, ისეთ გაუბედურებულ დღეში არიან. დაასრულეთ და ანუ საბოლოოდ იმის თქვა მინდა, რომ აშკარად ჩვენ აქტიურებთ იმას, რაც აქამდე დაკეტილი იყო. კარები ქონდა დაკეტილი გარკვეული პოლიტიკის გამო. და ეს ხა გეოგრაფია რა, ძალიან მარტივი მაგალითი მინდა ერთი ისტორიიდან მინდა მაგალითი მოვიყვანო. დავით აღმაშენებელი ყველასთვის ცნობილი ჩვენი საყვარელი მეფეა. როდესაც მონეტებს ჭრიდა, ეს მონეტები სადღაც უნდა მიმოქცევაში ყოფილიყო. მეორე მხარეს იყო არაბული წარწერები. კი. რას ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ვაჭრობა არა დასავლეთისკენ, არამედ აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული. ის დოვლათი, რაც შექმნა დავით აღმაშენებელმა, რაც შემდეგ მოახმარა, იყო სწორედ აღმოსავლეთთან ურთიერთობით დაკავშირებული. ჩვენ ამ გეოგრაფიაში ვცხოვრობთ. მე რა თქმა უნდა მინდა რომ რაღაცა დიდი იმპერია ვიყოთ, გლობალური იმპერია და ყველგან შეგვეძლოს ვაჭრობა, მაგრამ სამწუხაროდ შეზღუდული რესურსები გვაქვს და ჩვენ გეოგრაფიულ არეალში თუ არ ვივარჯეთ, თუ მათთან არ გამავითარეთ ეკონომიკური თანამშრომლობა, ჩვენ უბრალოდ ვერ გამდიდრებით და 30-მა წელმა გვაჩვენა ეს. რომ როდესაც ჩვენ არ ვიყავით აქტიურები, ჩვენი აღმოსავლური პოლიტიკა როდესაც არ იყო აქტიური, ამიტომაც დავიჩაგრეთ. დიდი ინვესტიციები არ შემოვიდა. ფაქტია, შემოვიდა დიდი ინვესტიციები. ერთადერთი დიდი ინვესტიცია იყო ბაქო ჯეიჰანი. ამის შემდეგ ესეთი დიდი ინვესტიციები არ ეყოფილა. აი ახლა შემოდის მეორე ტალღა და გაცილებით დიდი ტალღა შემოდის ინვესტიციებს. მე ძალიან მომეწონა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა ოცნების მიერ საბჭოს, ასე ვთქვათ, ამ სხდომებისგან თუ ასამბლეისგან გამოსვლა და ძალიან კურიოზული ვითარება შეიქმნა და რატო? ანუ ნაცები რეალურად ცდილობდნენ ის, რაც მე საბოლოოდ ოცნებამ გააკეთა და რატო? ოღონდ ისინი მათთვის თავარი იყო, რომ ეს ყოფილიყო დასჯის აქტი. ანუ დასჯის აქტი, ანუ იმათ უნდა დავესაჯეთ. ანუ ნაცებო ბედნიერი არ ხართ ხო ამას ცდილობდით რომ გამოსულიყავით ამ ოკუპაციიდან ეგრეთ წოდებული. ხო, ბედნიერი ეგ არ გინდოდა რომ გაგვეგდეთ. არა, იმათ არ არიან ბედნიერები, იმათ უნდათ რომ გავეგდეთ და არ მოხდა ეს გაგდება. სახელმწიფომ აჩვენა რომ ევროკავშირმა ჯობია მაგალითად ახლა ამას წინ იყო ეს DeepSeek-მა, ჩინურმა, ესეცად AI ან ხელოვნური ინტელექტის სისტემამ ლამის კრახი გამოიწვია იქ საფონდო ბიჟები, ხო, ტრილიონამდე თანხაზე იყო საუბარი. ანუ ამერიკა რაზე ტრამპა თქვა, რომ ეს ჩვენი კომპანიებისთვის უნდა იყოსო სიგნალი, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და აქეთ არის ჩინეთი და ამერიკა, რომელიც ტექნოლოგიურ რბოლაში არის ჩარბული და ევროკავშირი ამ რბოლაში არის ძალიან ასე ვთქვათ, მიჩანჩა. რამე რბოლაში არის? არა, ხო და მაგათთვის თავარი სადარდებელია, რომ ანუ ისე დონეზეა, რომ ვიღაცა ნაცი, რომ მოკუჩავა და ვიღაცა მართლა გულღრძო უკრაინელი ტიპები ჩადიან და რა ქვია საწოდავს, რა ქვია იმას რა? არც ვიცი ვიზე ამბობა. გიორგიევსკის ლენტის რო დადიოდა. გონჩარენკო. ხო, ანუ ვიღაცა გონჩარენკო და ბოკუჩავა ჩადიან და მაგათი გავლენა არ გირჩევნია თქო დალოცვილი შვილი წადი ამ ჩინეთს და იმას ეკონკურირეთ რო ჩაგიხსნა ისინი ან კარგად შეეტენეთ ტრამპი რო არ კადრულობდა ევროკავშირის სტრუქტურებს საერთოდ რო არ ურეკავს და საერთოდ ევროპას რო არ ახსენებს
ხო, იქნებ რაღაცა მოახერხო. სხვათა შორის ეს მორიგინა მე ესე ვთქვათ პირდაპირ, აი ნუკრი მახსენა ეს ჩვენი ჩინურ-ქართული ურთიერთობის მორიგი ესე გაფორმება ინსტიტუციურ დონეზე, ხო? მოდი პირდაპირ ვთქვათ, ის რაც ქართული სახელმწიფო აჩვენებს, ეს არის ამავე დროს ამ პარტნიორებისთვის ჩვენება, რომ აქ ვიღაცა შემთხვევით ტიპებთან კი არ გაქვს საქმე, სახელმწიფო ადგილზე დგას, ხო? იგივე ამ დეკემბრის აქციებზე სახელმწიფომ აჩვენა, რომ ის არ არის ჩამოშლადი და ეს სიგნალია იგივე ამ ჩინელი იქნება თუ ემირატელი ინვესტორებისთვის, რომ აქ სახელმწიფო ვიღაცა, რა ქვია, ხლაპუშკებიანი ტიპები ვერ გადააყირავებენ სახელმწიფოს და ფეხზე დგას ეს სახელმწიფო. ეს ანუ ჩვენთვის ხო კარგია, რომ ეს მართა შენ როგორც ამ ლიბერდებილებს არ უგდებთ ხელში ძალაუფლებასაც ქვეყნის დანგრევას გამოიწვევს, მაგრამ ამას აქვს ის მომენტი, რომ ჩვენი ახალი პარტნიორები აღმოსავლეთით ხო და აი ამ სივრცეში, ამ რეგიონულ სივრცეში ხედავენ, რომ აქ სერიოზულად არის სერიოზული მოთამაშია და ანუ გაფასებს გესმის იმაზე რომ შენ დგახარ ფეხზე და არ ხარ ეგრეო დამოყირავებადი. მთელი პლანეტა ჩალიჩობს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამყარებაზე. მთელი ევროკავშირი მით უმეტეს, ხო? და ესენი მაინტერესებს ტაივანის აგენტი რა სიტყვა. არა, მე მგონია დაგმოვს, ტაივანის აგენტი იქ იყო ჩასული ევროსაბჭოში სხვათა შორის და იქ მუშაობდა, ხო, ტაივანს თავი დაანება მართლა. იქ მუშაობდა, ეხლა გადართული იყო სხვა საქმეს აკეთებდა. ხო, თუ არა, ტაივანი აპატიებს ალბათ. ეგრევე რომ გავაგრძელო, ანუ ის არაბები მაგალითად ის MR ჯგუფი, რომელიც შემოდის ჩვენთან და 6 მილიარდ დოლარიან არ დაგვაუწდეს ინვესტიციას დევს. ჩვენ პულზე რომ გადმოიყვანოთ, ცოტა უფრო ბევრი მილიარდია. ისინი ამათ გიჟები გონიათ. ხო. მარტო რომან გოცირიძეა ჭკვიანი. ხო, ამდენ ფულს რო აქვს. განარჩენი გიჟები არიან, სულ ყველა. არასტაბილურ ქვეყანაში. წარმოიდგინე 6 მილიარდი შემოდის და არ იცის საქართველოში რა ხდება. არა. რომ დღე-დღეზე ამათ 500 კაცი რო დადის რუსთაველზე, შეიძლება ხელისუფლება დაამხონ და ისინი მაინც რისკავენ. აინც რისკავენ მიუხედავად იმისა, რომ ჭიჭესი ეშინიათ ვაშადის. არა, არ ელაპარაკებიან ჭიჭეს. ალბათ გარისკავენ მაგ ამბავს და არც ის არიციან, მაგალითად, ვერ თვლიან, რომ ხვალზე საქართველოს რა როლი შეიძლება გქონდეს კავკასიაში, მსოფლიოში და ევროპაში. და რა დამოკიდებულება აქვს მაგალითად იქ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ საერთოდ არაფერი არ აქვს გათვლილი არც ჩინეთი და ამერიკის ურთიერთობა, არაფერი ერთი გამოშტერებული ხალხია, ბოდიში მომითხოვია. რომლებიც ასე იქნებენ. დაინახეს რაღაცა ზღვისპირა კარგი ტერიტორია, ვიცია რა არის და მოდი ახლა 6 მილიარდი ჩავდოთ. ჩავყავ. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი თურმე, რაზე არ არიან არავინ არაფრის და აი ამ კატეგორია ხალხს უნდა რომ ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში. აი წარმოიდგინეთ როგორ არის, ახლა ყურე ამ ლიდერებს ოპოზიციონერები არ არიან ჩემთვის არ ჩვეულებრივი აგენტურაა, ჩვეულებრივი ეხლა ხო გაიხსნა ყველაფერი. გამოვიდნენ სააშკარაოზე თავის დაფინანსებიანად ეს ელჩები, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, რომლებიც პირდაპირ ღია კონფრონტაციაში შემოვიდა უკვე ხელისუფლებასთან და თავისი ეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბოლოს ერთმა ქართველმა გაიხსენოს, თავის ბოლო 1 წლის განმავლობაში, როდის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გამოვიდა და ლაპარაკობდა ან გარემოსდაცვასთან დაკავშირებით, ან ჯანდაცვის პრობლემებთან, ან განათლებასთან დაკავშირებით, არა, ამდენი ხანია მათი მარტო პოლიტიკა. პირდაპირ ამოცანა ხელისუფლების დამხობა და პოლიტიკა და რაღაცა ევროსტრუქტურები და შეტევა და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოება უყურებდა წინასაარჩევნოდ იყო ორი მხარე. ერთი მხარე იყო, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ ჩვენ ცალფეხზე დავდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რასაც გვეტყვიან ევროკავშირიდან, ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს, თავარია რომ იმ სანუკვარ შედეგს მივაღწიოთ, რომ ოდესღაც მიგვიღონ ევროკავშირში, ოდესღაც არ დაგვაუწდეს, აქ მაშინ მე მგონი არც იყო 2030 წელზე ლაპარაკი, შეიძლება იმის იქითა პერსპექტივა იყო. არც ახლა არ არის პერსპექტივა. მეორე მხარეს იყო, ხო არა, ნუ ნატოს თემამ ჩაილურის წყალი დალია უკვე მორჩა. რას ამბობ, კაცო, როგორ შეიძლება? შეიძლება რა. ანუ როცა მოდის და ჩვენი პრემიერი გამოვიდა და რატო დაიწყო ომიო? ნატოს გამო. ღარიბაშვილა, ნატოს გამო და ერთი ამბავი რო ატეხეს. მე დაადასტურა ტრამპმა აქ კაცო, ნატო არ შეიძლება დაუიქო კაცო. ანუ მეორე მხარეს იყო ადამიანების პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ პირველ რიგში ადამიანს შენ უნდა გაგაჩნდეს ღირსება და შესაბამისად ამისა მე იმედი მექნება რომ შენ ჩემს ღირსებას დაიცავს. ხარ და არ გამოვა.
არ შეიძლება, ხო? შენი თუ არ გიყვარს, ქვისი ვერ გიყვარება და ასე შემდეგ. ანუ ის ხალხი ქვეყნის ღირსებას იცავდნენ, ამიტომ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი იმ ადამიანების და პოლიტიკოსების ჯგუფზე, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ და იმედი ჰქონდა, რომ მომავალში კიდევ დაიცავდნენ. აქ არაფერი გასაკვირი არ არის, ძალიან მარტივი იყო არჩევანის გაკეთების საშუალება და კიდევაც გააკეთა არჩევანი. ეხლა ამის შემდეგ ვიღაცა შეიძლება უკვირს რა მოხდა ევროსაბჭოში. არაფერი არ მოხდა ევროსაპარლამენტო იმაში, ხო? ეხლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. სამი სათაური ვერ გავიგე. კი, ახლა ვიტყვი. რაც არის. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა რა. ზუსტად ისე მოიქცნენ ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც ღირსეულ პირველ რიგში ადამიანებს და შემდეგ პოლიტიკოსებს ეკადრებოდათ. მე უამრავი ადამიანი შემხვდა ქუჩაში, მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვეულებრივი მოქალაქეები მეუბნებოდნენ, რომ აი სიამაყით ახსილები ვართ, გძნობთ, რომ ჩვენ ყავს რაღაცა პოლიტიკოსები, ჩვენ ყავს ხელისუფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავმოყარე აი ახსილები ხო? შეიძლება საერთოდ ისიც არ იციან, რომ იმ საპარლამენტო ასამბლეას არანაირი ძალა არ აქვს. ქმედითი, ხო? მათი ეგრეთ წოდებული რეზოლუციაც არის ასე თქვა რეკომენდაციის სახისა, მაგრამ ნიშნულობა არ აქვს. ღირსეული ქმედება ადამიანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეხლა ეს ორგანიზაცია საერთოდაც როცა შეიქმნა 59 წელს, მას შემდეგ მისი პირდაპირი დანიშნულებაში უწერია, რომ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას, კანონის უზენაესობა უნდა დაიცვას და დემოკრატიასთან დაკავშირებით, ანუ ეს ძირითადი ფუნქციები მისი არის ეს. ეხლა მოდი ჩვენ აი მოკლედ განვიხილოთ, რომელი დაიცვა საქართველოს შემთხვევაში ევროსაბჭომ. არ გვია ის განვიხილოთ, რომ დაიცვა არა, მისი მოვალეობა ხო არის ამის დაცვა. ფარატინა გაყავდია ამ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვაუწყდეს, რომ სანამ ჩვენები ჩავიდოდნენ საპარლამენტო ასამბლეაზე, ორი კვირით ადრე თუ არ ვცდები, ჩამოსული იყო მათი წარმომადგენლობა. წარმომადგენლობას გააცნეს ყველაფერი, შინაგან საქმეთა მინისტრთან იყვნენ შეხვედრაზე და ჩვენი თვალით ვნახეთ ჩართული კადრები, სადაც აჩვენებდნენ რა პროცესები მიმდინარეობდა რუსთაველს. ამ ყველაფერს ხედავდნენ ეს ჯგუფი, მათი გამოგზავნილი. მათ ინფორმაცია ჩაიტანეს და როგორც ჩაიტანეს, ანუ ის არც კი განუხილავთ. ანუ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე გინდა თუ რაიმე ორგანიზაცია, როდესაც რაიმე დოკუმენტს გამოსცემ, რომელსაც აქვს გინდა დასკვნის სახე, გინდა რეკომენდაციის სახე და ბოლოში იმპერატიულად ითხოვ რაიმე ქმედების შესრულებას, რაც ახლა ჩვენ მოგთხოვეს, მანამდე უნდა აუცილებლად იყოს განხილული მინის სასამართლო პროცესი, სადაც შენს უნდა განხილული იყოს, როგორ მიხვედი ამ დასკვნამდე. ანუ პროცედურულად მე არ გეუბნები იქ რაღაცა განხილვა რაღაც შეუზღუდეს. არა, ანუ დოკუმენტში უნდა იყოს, რომ მასალები ეს ხალხი გამოსაშვებია ამიტომ და ამიტომ. კი ბატონო. ან რატომ ვთვლი, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. ან რატომ უნდა ჩაატარო არჩევნები თავიდან. ხო დიდი სისულელეა, მაგრამ ნიზლავს დავდებ, რომ ხო გაასაჩივრებენ სტრასბურგში ამ ყველაფერს. სტრასბურგს წააგებენ აგენი. აბსოლუტურად ყველა ეს დაკავებულები და ასე შემდეგ. სტრასბურგს როგორც წესი, აი ეს кейსები სტრასბურგში ოპოზიცია აგებს. ანუ ფარატინა დოკუმენტი რაღაც შექმნეს დოკუმენტი უკრაინელებთან ერთად, ჩვენ ხო ვიცით სიტყვით იყო გადატანილი ტექსტი, რასაც გთხოვდნენ აქ ეს ჩვენი ბედოვლათი ოპოზიციონერები. ანუ ხო გახსოვთ რომ ამბობენ, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემოსთან ერთად ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია რომ უნდა შეიცვალოს და ყველაფერი რომ თავდაყირა უნდა დადგეს და თვითონ რომ უნდა ჩაიგდონ ხელში, იმიტომ რომ სხვანაირად არჩევნებს ვერ მოვიგებთო. ისიც კი იქ ეწერა იმ დოკუმენტში, ადმინისტრაციის ცვლილებებსაც კი ითხოვენ. რამ ხელა სისულელია და სისულელესთან ერთად დანარჩენზე ვილაპარაკოთ, ცინიზმ დავამთავრებ. შალვა, ანუ ეხლა რა მოხდა? 114 ადამიანმა გადაგვიწყვიტა ქვეყნის ბედი. ამ 114 ადამიანში არის კოლექტიური გონჩარენკოები. გონჩარენკო, რომელსაც უკრაინაში ქუჩაში ვერ დადის, ცემენ.
ურყავენ, მოდი ესე თქვა. კადრები გვაქვს ნახეთ, ნაგვის ურნაში ჩააგდეს უკრაინელებმა. მოკიდეს ხელი, როგორც არაკაც და ჩააგდეს ნაგვის ურნაში. თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა ტიპს, რომელსაც თავის ქვეყანაში აგდებენ ნაგვის ურნაში, ეს ტიპები ჩვენს ქვეყანაში გვეუბნებიან, რომ 1,200,000-მა კაცმა რა გადაწყვეტილება მიიღეთ, საერთოდ არ გვაინტერესებს. არ არის 114 კაცი რო გეუბნებით, ესე უნდა მოიქცეთ. წარმოიდგინეთ ეხლა თავმოყარე თავრობა, რანაირად შეიძლება გაჩერდეს და რანაირად შეიძლება ამას უწოდოთ სწორი გზა, როდესაც დემოკრატიის სახელით, ადამიანის უფლებების დაცვის სახელით და კანონის უზენაესობის სახელით გველაპარაკება ჩვენ ეს კატეგორია. რა საჭიროა ეს მათთან ურთიერთობა და რა საჭიროა ის გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს. შენ კი მითხარი მეგობრო რომ ღელა უკვე და მე მშვიდად ავარ და შენს ნელ-ნელა იკოკები და მოდი შემაჯამებელი ნაწილი გავაკეთოთ. ძალიან სწრაფად და ეფექტურად წარიმართა განხილვა. მე უბრალოდ ერთი რამის თქვა მინდა მეგობრებო, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. მე ფიქრობ, რომ რა თქმა უნდა იმ ნაწილს ჩვენი თანამოქალაქეებისა, რომელსაც თვალებზე ლიბრია გადაკრული და რომლის ახალგაზრდებს გულისხმობთ, რომლის ასეთ მდგომარეობა მიყვანაში, სადღაც შეიძლება ჩვენი ბრალიც არის უფროსი თაობის, რომ ძალიან არ ვიაქტიურეთ, არ ჩავერთეთ რაღაცა პროცესებში და გასაქანი მივეცით, თუმცა ამასაც აქვს ალბათ ახსნა, მაგრამ ნუ არ იყო სწორი, ეს ლიბრი ნელ-ნელა მოსწილდება და ეს არის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების რევოლუციური ახალი შეიძლება ითქვას ხელისუფლების ბრალი. რასაც მე უყურებ, აი ფებერის არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება, ფებერის პოტენციური შეფი რომ საუბრობს იმაზე, რომ კითხვა დაუხსვეს რა სენატში განხილვაზე, რომ თქვენ ეგეთი რამე თქვითო, რომ შენობაა დასახურიო ფებერის შენობა ნანახი მაგ და იქო Deep State-ის მუზეუმია გასახსნელიო. ამან არ უპასუხა ეხლა პირდაპირ რა თქმა უნდა ეს აქვს ნათქვამი, ანუ თვითონ ფებერის ახალი შეფი არის Deep State-ის წინააღმდეგ მებრძოლთა წინარიგებში, ფებერის შეფი. და აქ კიდე გვეუბნებიან რომ ჩვენი ჩვენი პროპაგანდის მოგონილია Deep State, ხო? დანიშნეს, ჰა? თან ეგეთი მაგარი ვარ, რომ თესაფრის მოხქვით. ხო, და იქ ლაპარაკობენ, ხო. თავდაცვის ახალი მინისტრი, რომელიც ნუ ტელეწამყვანია, ხო? ჩვენი კოლეგა პრაქტიკულად დანიშნეს და იქ რას ამბობს და რას აკეთებს, ეგ ერთია. მე ის ქალი ქალბატონი ცერუს შემწყვანელი, ხო? ხო, ნუ უყურებ და ძალიან ახლობელი, აი რომელთანაც სუფრაზე დაждდების ადგილზე სიტყვი. მე ძალიან მომეწონა 27 წლის გოგო თეთრი სახლის პრესპიკერი, დიდი კათოლიკური ჯვრით, რომელსაც აქვს კოლეჯი, წმინდა სებასტიანის კოლეჯი დამთავრებული და აქედან გამომდინარე უკვე გასაგებია მისი წინამორბედისგან განმასხვავებელი ბევრი რამ, ხო? ეს ყველაფერი შეიცვლება, ეს ყველაფერი მოიტანს შედეგს, უკვე მოაქვს და ყველაფერი იქნება კარგად. შენი არ იყოს, ეხლა დაგვრჩა ძალიან ცოტა. არ დაგვრჩა ისტორიული პერსპექტივიდან ბევრი და შეიძლება რეალური პერსპექტივიდან ძალიან ცოტა დაგვრჩა. ამით მეგობრებო, ჩვენ შეიძლება უკვე დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადმოცემა. და ვისურვებთ ის რომ ყველაფერი კარგად იყოს აწ. აბა კარგად მომავალ შეხვედრამდე.